უნდა გამომიჯნოთ პირველ რიგში ერთი, როცა ძალადობა ხდება პირდაპირ პოლიტიკური დაკვეთით, როგორც იყო აქციების პერიოდში და შემდეგ პოლიტიკოსების თავდასხმა და მეორე, როცა ეს ხდება თვითდინებით, როცა პოლიციელები საკუთარი ინიციატივით მოქმედებენ ასე და შემდეგ უნდა შევიდეთ განხილვაში. პირველი გასაგებია რატო ხდება, იმიტომ რომ პირდაპირ დაკვეთა და ამას შეიძლება უამრავი მიზეზი ჰქონდეს გენერალური, მათ შორის რა თქმა უნდა არის დაშინება და ოპონენტის გაჩუმება. მეორე შემთხვევაში საქმე გვაქვს დაუჯელობის სინდრომთან და მთავარ პრობლემასთან, რომელიც არის საშინელი სასამართლო, რომელიც გვაქვს ამ ქვეყანაში. ჩვენ შეგვიძლია უამრავი გამოსავალი მოუნახოთ პოლიციელების ძალადობას, ვთქვათ, რომ მთავრობაა შესაძლებელი საპოლიციო რეფორმა, საჭირო პოლიციელები უნდა გავზარდოთ ცალკე, რაღაცა შემეცნებითი გადაცემები უნდა იყოს პოლიციელებისთვის, მაგრამ ბევრ რამე შეუძლია შემცირება ძალადობის ლეველის, თუმცა ერთადერთი რაც ამ ყველაფრის მინიმუმამდე დაიყვანს არის დამოუკიდებელი სასამართლო. როცა მოსამართლის არ გონია პოლიციელი საკუთარი გუნდის წევრი და როცა ისინი ერთად არ მოქმედებენ იმისთვის, რომ სავარაუდო ჩადენილი დანაშაული მიიჩქმაოს. ეხლა როგორ არის? ეს ჩანს კარგად პროცესებზე. ხომ რომ აი რაღაცა თანამოაზრეებით, კოლეგებად და ეს ვთქვათ, ერთი სისტემის ნაწილი. წევრი არიან, ეხლა თუნდაც ყველაზე კარგად ჩანს ადმინისტრაციულ პროცესებში, სადაც მოწმევად მოყავთ პოლიციელები, მოწმე აქ, ანუ მოწმე პოლიციელი, რომელიც აშკარად იტყვა, იმიტომ რომ ორი ერთად და სამნი შემოდიან ზედიზედ და მე ხედავ რომ სამივე სხვადასხვა რამეს ამოს და მოსამართლე როგორც ცდილობს რომ რაღაცა ამოქაჩოს რომ თითქოს ერთნაირი ჩვენებებია. ნუ ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მთავარი ისევ და ისევ პრობლემა არის სასამართლო და მეორე რაღაცა ახალი კასტა გვაქვს, ახალი მიმდინარეობა, წარმოიდგინეთ პოლიციელი რომელიც შკოდით და იარაღით მარიაჟობს TikTok-ზე არ შეიძლება იყოს ადამიანი რომელიც საზოგადოების უსაფრთხოებას და მარწესრიგს დაიცავს. როცა ადამიანს ეს ატრიბუტები პრივილეგია გონია და საკუთარი ძალაუფლების სიმბოლოებად აღიქვამს და ამით რაღაცა თავს იწონებს, არ შეიძლება იყოს იგივე ადამიანი რომელიც ქუჩაში მოქალაქეს ისე უყურებს როგორც საკუთარ დამკვეთს, როგორც მისგან ლეგიტიმაციას რო იღებს ამას რო ხდებოდეს. არა, ხო მარტივად რო შევხედოთ პოლიციელები ქუჩებში რო აჩერებენ ადამიანებს, როგორ ესაუბრებიან, როგორი ტონი აქვს, თითქოს უფროსები რაღაც გადამოწმების მიზნით და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მიზნისთვის კი არ აჩერებენ, არამედ აჩერებენ, იმიტომ რომ შენს ადმინდი ხარ, მითხარი და რაღაცა თითქოს ვიღაცის უფროსია. ნებისმიერ შემთხვევაში რეგიონებში რო გავიდით, ბირჟებზე თუნდაც მივარდნები აქვს, რაღაცა ბჭყალებში რეიდები აქვს და ადამიანებს ისე ექცევენ, თითქოს ეს არის რაღაც ახალი კლასი, რომელსაც ჩვენ უნდა დავემორჩილოთ და ჩვენი უფროსები და აი ეს კადრები ხომ არ არის თქვა აქციების პერიოდში გადაღებული, სხვა კონტექსტის შემადგენლობა აქვს, პოლიციის შენობაშია. ანუ ამ ხრივ გავმიჯნოთ თქო, ანუ გავმიჯნოთ და ეს არის თვითდინებით მიდის, ხო და აი ხა წარმოიდგინეთ, ანუ რას გვეუბნება ქართული ოცნო, რომ დაკავებულები არიან პოლიციელები, რას ნიშნავს დაკავებულები? დაკავება ხო არ ნიშნავს, რომ ადეკვატურად დავსაჯეთ. ჩვენ ამოდენმე თვის ვინახეთ ფაქტი, როცა არასრულწლოვანი პოლიციელებმა გააჩერეს და ფსიქოლოგიურად იძალადეს, რა ვიცი, მამის გაუპატიურებით ემუქრებოდნენ ციხეში და ეხლა ეს პოლიციელები ქუჩებში არიან, ну, გასაგებია პოლიციელი თურმე ეს ვთქვათ რაღაც საპროცესო შეთანხმება შედგა, რომ დაზარალებულს არ აქვს პრეტენზია ამის საფუძველზე ასეთი განმარტება გააკეთეს. საპროცესო შეთანხმების ერთი მხრივ რა თქმა უნდა საჭიროა და გასათვალისწინებელია დაზარალებულის აზრი, თუმცა აქვე მომხდარი დანაშაულის სიმძიმე და ზოგადად ამ დანაშაულის დასჯის გავლენა ზოგადად მთელ სისტემას და სისხლისამართლის პოლიტიკა რაღაცნაირად ისე უნდა შემუშავდეს, რომ აღნიშნული ფაქტები გამოძიებული იქნეს, მაგრამ კიდევ და კიდევ სასამართლოს დამოუკიდებლობა არავის აწყობს გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება პირდაპირ დგას დამოუკიდებულ და პოლიტიკური გავლენებით გავსებულ სასამართლოზე. ეს არის მათი ინსტრუმენტი და რაც ეხა ყველაზე მეტად ჩანს გამომდინარე იქიდან, რომ 4 ოქტომბრის საქმეს ვაკვირდებოდით, ეხა პოლიტიკოსების გასამართლების საქმეს ვაკვირდებით და როგორ შეიძლება სასამართლო გაათავისუფლოს, ამ ქვეყანაში ჰქონდეს ინსტიტუტი, სადაც პატარა კაც ბჭყალებში უბატონო ადამიანი შეუძლია რომ საკუთარი სიმართლე იპოვოს და მეორე მხრივ ჰქონდეს ხელისუფლება, რომელიც მუდმივად იმაზე ფიქრობს, როგორ დარჩეს კიდევ 1 საათით მეთხანს ხელისუფლებაში და მთავარი პრობლემა რაც არის ყველასთვის აქ მნიშვნელობა აქვს, რომელ პარტიას აძლევ ხმას და როგორი პოლიტიკური გემოვნებაა. არ შეიძლება უბრალოდ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შვილმოკლ დედას ჭირდება რომ მედიებში იაროს და ლაივები ჩართოს იმისთვის, რომ კონკრეტული საქმე იქნეს გამოძიებული. ყურადღების ცენტრში მოექცეს და ვთქვათ არ დაიჩაგროს. არ შეიძლება როცა შენზე იძალადემ ხოთაშორის ახალი кейსია და მე პოლიციაში მიხვალ ორი ღამე გაგაჩერონ და სანამ TikTok-ზე ვიდეოს არ ჩაწერ, მანამ სავარაუდო მოძალადე არ დააკავონ. არ შეიძლება რომ შენზე ძალადობის შემდეგ თხოვდნენ კადრებს რატო არ გადაიღე, როგორ გცემდნენ და ვიდეოში უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი. მე თუ გადავიღე, მე თუ გამოვაქვეყნე, მე თუ გამოვიძიე მტკიცებულების ფიქსაცია, მე თუ მოვახდინე, რა შემჭირდება მაშინ პოლიცია? ამ შემთხვევაში
კიდევ და კიდევ გასაგებია რომ ამ ქვეყანაში არსებობს მჭყავში პატრონიანი ადამიანები, ვისაც პოლიცია არ ეხება, მაგრამ ეს უპატრონოები მიცვათ ერთმანეთს თუ არ დაუდექით გვერდით და რაღაცა საზოგადოებრივი კონსოლიდაცია თუ არ მოახდინა ამგვარი ფაქტების ირგვლივ, უბრალოდ დავიჩაგრებით და გავწყდებით. არ შეიძლება იმის მოთმენა, როცა ადამიანი, რომელსაც შენ ფულს უხდი იმისთვის, რომ დაგიცვას, მოქმედებს პირიქით. ოღონდ შენ ფულს მაინც კი ბატონო